ნუ ადამიანი წესიერი და კარგი ადამიანი, ზნეობრივი, არაფერს არ აფუჭებს, სოციუმში პირიქით ესეთი თავისი კარგი ცხოვრების გამო გარკვეული სტატუსი აქვს, ღმერთისაგან წყალობა აქვს, ღმერთი ყველაზე ზრუნავს, ჩიტებზე ზრუნავს, ცხოველებზე ზრუნავს, ერთი ღერით არ ვარდება, კეთილზე ზრუნავს, ბოროტზე ზრუნავს, ღმერთი ყველაზე ზრუნავს. გესმით, ყველაზე ზრუნავს. და ბუნებრივია შენზე ზრუნავს რა. ქვებს არის ისული წესიერად იქცევი საზოგადოებაში შენზე ზრუნავს. ნუ რელიგიური ადამიანი ხარ, შენი კულტურის ნაწილი ხარ. ეს საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ. საქართველოში ხარ, საქართველოში. ათეისტი რო ხარ, მაგარი უხერხულია. ჯერ ერთი ვისაც 70-იანი წლები გამოგვივიდა, ჩვენ ვიცით ათეისტებმა საქართველოს რა დამართეს საქართველოს ათეისტებმა. და დღეს რო ახალგაზრდა კაცი მით უმეტეს კაი საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მაგრამ თუ სადღაც ოდნავ მაინც პატრიოტიზმი აქვს, როგორ შეიძლება რომ იყოს აღფრთოვანებული ათეიზმით, დარვინიზმით? არ ვიცით რა დაგუმართეს? არ გვახსოვს? გადმოცემით ხომ იცი, სამშობლო ხო გიყვარს? თუ არ გიყვარს და თუ არ გიყვარს, ახლა მაშინ სალაპარაკო არაფერი გვაქვს ჩვენ ერთმანეთთან. და თუ გიყვარს, ისე როგორც თუ დედა არ გიყვარს, აი მოდი ხარ ჩემთან, დედა არ გიყვარს, მამა არ გიყვარს, შენი ოჯახი არ გიყვარს, ცოლი არ გიყვარს, ქმარი არ გიყვარს, შვილი არ გიყვარს, სამშობლო არ გიყვარს, ქრისტეს როგორ შეიყვარებს? სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მიხედე შენ თავს, გაიაზრე შენი ცხოვრება, ვინ ახარ, რა ხარ, რისთვის დაიბადე, რისთვის არსებობ, სინდისი გაქვს თუ არა გაქვს. ჩაიხედე, იფიქრე, რაღაცის შეგცხვეს, ხო და ათეისტი რო ხარ, მაგარი სირცხვილია, მაგარი სირცხვილი. იმ ტკივილ გამოტარებულ ქვეყნის შვილისათვის, რომელსაც საქართველო ქვია და ეს ტკივილი სულ ახალ დამთავრდა 70 წლიანი უღმერთობა. ხო და ნუ თუ ცოტათი მაინც ადამიანს პატრიოტული გზნობა აქვს და სამშობლო უყვარს, ვერ იქნება ათეისტი. თავის წინაპრების სარწმუნოება მაინც უყვარს თვითონ თუ არანაირი გამოცდილება სულიერი ცხოვრების არ აქვს, პატივს მიაგებს და იმას მაინც იტყვის, რომ აუ ძალიან მაგარია ეს, უბრალოდ მე რაღაცა ვერ ყვევი ჯერ, მაინც ხვალ რაღაცა, მაგრამ ეს ძალიან კარგია. პირიდან არ ამოუვა ეკლესიის საგმობი, პატრიარქის საგმობის სიტყვა პირიდან არ ამოუვა. ხო და როცა ადამიანს ცოტათი მაინც რაღაც ეს ცოცხალი აქვს, ის გარკვეულწილად რელიგიურიც არის. ის გარკვეულწილად ყურადღებას აქცევს საღვთომცნებებს, შესაბამისად ცხოვრობს. ცდილობს, რომ სოციუმში აღშენებლობით ინსტრუქციული არ იყოს, შესაძლებლობა თუ აქვს მოყვასაც დაეხმაროს და ასე შემდეგ. და თუ კიდე ცოტა უფრო წინ წავალთ, ეკლესიური იყოს, აღსარებელი იყოს, მაზიარებელი იყოს, ესმით, აი ეს ყველაფერი ძალიან კარგია. აი აქ ჩდება, სულ მაგას ვამბობთ, აი აქ ჩდება ის ილუზია ზუსტად და ის საცდური. შენ რომ ესეთი გახდი, ანუ კარგი გახდი, მოდი ესეთ, იყავი, თქვა ცუდი და კარგი გახდი. ან ცუდი შეიძლება არასოდეს ყოფილხარ, უბრალოდ კარგ ოჯახში აღიზარდე და კარგი მშობლები ყავდა და ასეთად გაგზარდეს და ასეთ ღირებულებებზე ჩამოყალიბდი. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ის რომ შენ კარგი ხარ, მით უმეტეს ცუდი თუ იყავი და კარგი გახდი და ან თუ ბავშვობიდან კარგად აღიზარდე, შენი ეშმაკი არსად არ წასულა. შენი ეშმაკი, ანუ რომელიც შენზე მოჩენილია. ის ფარხმას არ ყრის, სანამ შენ პირში სული დგას, ის ფარხმას არასოდეს დაყრის, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ეცდება შენს ცდუნებას. ადამიანად მოსულ ღმერთს უკეთებდა ესე, რომ ბოლო წამამდე სამი გამოცდა რო არის უდაბნოში, ვიდრე ჟამამდე, ანუ გარკვეულ დრომდე განეშორა ეშმაკი, იქ დამარცხდა, მაგრამ სულ კი არ წასულა. ის ბოლომდე ცდილობდა მის ცდუნებას, მათ შორის ჯვარზე როცა არის უფალი, აი ხალხის, რომელიც ჯვარს აცვავენ და ცინიკურად დასინიან, იმათი სახით ცდილობს, რომ აი ნახე, შეხედე რა, შენ ამათვის კვდები და ესენი ნახე როგორები არიან. ღირს ეხლა ამათვის სიკვდილი? ნუ მოკვდები, დაღუპე და გაანადგურე რა ხო ხედავ? აი გესმით ბოლომდე ცდილობდა ეშმაკი, რომ ქრისტე თავისი ბუნების, ანუ სიყვარული რომ არის, თავისი ბუნების საწინააღმდეგოდ წასულიყო. და სიყვარულს ყველაფერი და ყველა უყვარს. და აი, როდესაც ჩვენ ასე ვცხოვრობთ, ეშმაკი კიდე არსად არ მედის, ადამიანს უჩნდება ეს განწყობა, ილუზია, რომ ის ქრისტიანია, რომ ის კარგი ქართველია. რომ ის დიდებული ადამიანია და რომ გარდაიცვლება, თუმცა ამაზე ნაკლებად ფიქრობენ ხოლმე და არც კი იციან ეს რა არის, აუცილებლად სამოთხეს დაიმკვიდრებენ. აი ეს სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ეს განწყობა აუცილებლად აქვთ. და ეს განწყობა, ნახეთ როგორი საშიში განწყობაა. აი ადამიანი კარგი რომ არის და ესეთი კარგია, რომ ის აუცილებლად სასუფეველს დაიმკვიდრებს, მის ცხოვრებაში, ასეთი ადამიანის ცხოვრებაში, საჭიროება აღარ არის
ღმერთის მოსვლის ადამიანად და საშნელი ტანჯვით სიკვდილის საჭიროება არ არის, იმიტომ შეხო კარგი ხარ. წარმოგიდგენია, სანამ ქრისტე ადამიანად მოვიდოდა, სანამ განკაცდებოდა ღმერთი, სამყაროში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა მანამდე და რამდენი კარგი იყო და რამდენი რელიგიური იყო და რამდენად სწორად მაცხოვრებელი იყო. იგივე ძველ აღთქმას რო გადავხედავ, რამდენ დიდებულ ადამიანს დაინახავ, განსაცვიფრებელი სარწმუნოების, განსაცვიფრებელი სიყვარულის, თავის სამშობლოსი, თავისი სარწმუნოების, თავისი მოყვასის, თავგანწირვის მაგალითებს საოცარს ნახავ. ასევე სხვა ერებში, სხვა ხალხებშიც. ანუ ბუნებრივია, რომ ქრისტემდელს იყო, ქრისტეს მერეც არიან ასეთი ადამიანები. და თუ ეს საკმარისია, რომ ადამიანი იყოს სასუფეველში, მაშინ რაღაც საჭიროა მოვიდეს და საშინდად იტანჯოს ჯვარზე. Რაღაც საჭიროა, გესმით? Რაღაც საჭიროა. ან ადამიანს არ ესმის რა არის სასუფეველი. ხო? და რა თქმა უნდა არ ესმის.